მეგობრებო, ახლა ვიყოფები Starbucks-ში, ახლოს არის კაპიტოლიუმთან, სადაც ინაუგურაცია გაიმართოს და მომხმარებლები არიან ციხისძიებები და სამხედროები ჩემთან ერთად მხოლოდ. და აი ასეთ რიგში ვარ, მოკლედ. იმედია მივალთ იქამდე. გამარჯობა ვაშინგტონიდან. ეს არის მეგობრებო ამერიკა. როდესაც რიგში დგას ხალხი, ჩვეულებრივი ხალხი და მათთან ერთად არის ეგრეთ წოდებული VIP ადამიანები, რომელსაც აქვთ $1000 გადახდილი, რომ მოხვედრილიყვნენ ტრამპის გამოსვლაზე, სიტყვით გამოსვლაზე, სადაც 20000-იანი დარბაზი იყო და შეივსო, ანუ ჩვეულებრივი ადამიანები უფრო ადრე მოვიდნენ და შესაბამისად მე ცოტა დავაგვიანე და ვერ შევედი და მათ შორის VIP ხალხიც ვერ შევიდა. ანუ ჩვეულებრივი ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ VIP ადამიანებს ყავთ გადახდილი უზარმაზარი თანხები, ისინიც კი არ შევიდნენ. ვინმე მოსწონს თუ არ მოსწონს ტრამპი, ფაქტი სახეზეა, რომ დღეს ამერიკას უკვე ყავს ახალი პრეზიდენტი უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ამერიკა არის ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორი. შესაბამისად, ჩვენ ყველასთან უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დიპლომატიურ რეჟიმში, მაქსიმალურად საქმიან რეჟიმში. არავის არ უნდა მივეყიდოთ, თუმცა უნდა ვიყოთ საქმიან რეჟიმში. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლება მსოფლიო გლობალურ ნაწილში და ჩვენ საქართველოს უნდა იყოს აუცილებლად ამ ნაწილის. როგორც იცით, სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოსული ვაშინგტონში. მან თავის Facebook-ზე დაპოსტა, რომ ის გამართავს 22-ში შეხვედრას ქართველებთან. მე აუცილებლად დავესწრები ამ შეხვედრას. მე იმედი მაქვს, რომ ის სიტყვები, რაც მან გააჟღერა თავის განცხადებაში, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ხალხი, ახალი პოლიტიკური ძალები, ეს ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში დაიწყება ძირეული ცვლილება ქართველი ხალხისთვის, რომ ერთხელ სამუდამოდ საქართველოს ამოისუნთქოს. საქართველოს ერთადერთი რაც სჭირდება და ეს ყველამ ვიცით, ეს არის პოლიტიკური სისუფთავე, პოლიტიკური პატიოსნება, პოლიტიკური გამჭვირვალობა და ხალხის ერთგულება.